გამარჯობათ. კვირის განმავლობაში შოუ ბიზნესში მომხდარი საინტერესო მოვლენებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. სტუდია მაესტრო ენერგიას არ ზოგავს იმისათვის, რომ საახალწლო ღამეს ტელევიზორებიდან მაინც შეგიქმნათ საახალწლო განწყობა. ჩვენს საუკუნის ნოსტალგიას სამზემუშაობა ნელ-ნელა სრულდება. ნახოთ მაესტროს საახალწლო სამზარეულო ჩვენს სიუჟეტში. მე უარეს ველოდი მართალი გითხრა, იმიტომ რომ მეგონა რომ ვერ გააკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებენ პროფესიონალური მომღერლები, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩვენი პროფესიონალი წამყვანები პროფესიონალები ყოფილან როგორც მომღერლები და მოცეკვავეები და მსახიობები და ამიტომ ადვილი იყო მუშაობა. არც მომწონს, არც მიყვარს. რკინის გალიაში მორვენალ ციხს გავს. სულ ასე ხომ არ იქნება ლალი. Oda hey na 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 hey na 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 აუცილებელია სიმღერა? ეგ სულ ერთია, ყველა ერთია. მელა თუმგელი კრავის ნიღაბით. მეორეც არის კიდე, მაგრამ ის მე ვიმღერებ იმას რა. ამ ახალი წლის პროექტის ჩაწერა ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე ველოდი უარეს ვთქვა თუ შეიძლება ითქვას, მაგრამ აი ძალიან კარგად შეაიარა. რვაიან ვარ სპორტის სასახლეში. ეხა რომელი მორჩა? არც ერთი. როგორ? ორ კონცერტზე გიწევ. აუ ძალიან დამცხა უკვე და ძალიან ცოტა თორემ. და მე შენა დროს კარგა, გენაცვა. გენაცვა. აი, სანატრელი? დავიდა? აი, დროზე. ჩართულია კამერა მატო. ძვირფასო ტელემომძილებო, 8 იანვარ სპორტის სასახლეში მაესტრო გიწვევთ ორ საახალწლო კონცერტზე. ვასილი ალიბაბა. ისევ საუკუნის ნოსტალგია, სამი, ოღონდ ამჯერად უკვე არა. მომღერლებიც არიან, მაგრამ უმეტეს წილად მღერი ვართ ჩვენ მაესტროს წამყვანები. მე მღერი ვარ მაკარენას, უბრალოდ მე, ილია, გიორგი და წუნა. პროექტი გამოდის ძალიან მაგარი. აი ძალიან მაგარი გამოდის მართლა. სხვათა შორის გუშინ სუპერმარკეტში ვიყავით და იქ მითხეს რომ ძალიან მაგარი რაღაცა სამზადებს მართალიაო და მე ვთხარი ხო მეთქი. იმიტომ რომ მაგარია მართლა. მე ვთვლი რომ ყველა არის ძალიან საახალწლო, ძალიან კარგი განწყობილებით და რაც თავარი ორიგინალურია იმით რომ ჩვენ მაყურებელს ვაძლევთ ალტერნატიულ შანსს რომ უყუროს არა მხოლოდ ვარსკვლავებს რომლებიც არიან უხვად საქართველოში, არამედ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც ამ ამპლუაში პირველად არიან. ძნელი იყო იმდანაც, რამდენადაც პირველად ჩავწერე. ნიჭოებისთვის მოუწნელია რა. Кто бы говорил. გენაცვა. მაგრამ მივხვდი, აი რა კარგია, სიმღერის ჩაწერა ძალიან მომეწონა. ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ვასიკო ჩემთვის. მიღებე? დედა მომღერალი, მამა მუსიკოსი, კრეტინი ვერ გამოვედი და მეც ვღერი ვარ. ისე და ბევრი არაფერი. მღერი და ვცეკვავ. ორ სიმღერას. ერთი არის სოსოსთან ერთად მღერი დუეტში და მეორე მარტო. რა სიმღერას არის? დუეტი კი არა, საერთოდ ესეთი სიმღერა არის პირველი ჩემი. გადაწყვეტილებმა მოუძანეს სპორტის სასახლეში მაესტროს კონცერტზე ჩვენთან ერთად გაკონტროლეთ შოუ ბიზნესის ამბები. ჩვენაერი ყვავები რო ესტრადაზე ბევრი იყოს, ძალიან მაგარი ესტრადა გვეყოლებოდა. თელი პასუხი გამოვიდო. კი, პაკა. აუ ეგ მიკროფონი. ეს კვირა იმით დაიწყო, რომ დათო ხუჯაძემ გრანდიოზული კონცერტი გამართა სპორტის სასახლეში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში თოვდა, ამას ხელი არ შეუშლია დათოს ფანებისათვის. მოკლედ, გარეთ თოვდა, ხალხით სავსე სპორტის სასახლეში კი საკმაოდ თბილოდა.
ესე გვიყვარს და რომ ნამდვილად თუ გიდით საჩამოსულიყო უნდა მოსულიყავი 17-ში შარშანაც ვიყავი დათოს კონცერტზე. ტელევიზორში ვიქნები. გუში შევიძნე მე და გამომაცალე ჯიბიდან. აი ხელზე ვიყიდე მოჭრიყო თუნ ეს. მეჭვი არ მეპარებოდა რომ დათოს თაყვანისმცემლები გაავსებდნენ ამ დარბაზს და კიდევ მინდა უთხრა იმ ჩვენ მეგობრებს რომლებიც გვერდზე დაგვიდგნენ ძალიან დიდი მადლობა ამდენმა ხალხმა ამ ცივ ზამთრიან დღეს თავი მოიყარა ამ დარბაზში იმისათვის რომ დააფასოს ნატო დუმბაძის შრომა და პატივისცეს დათო ხუჯაძეს თავიანთ კუბირს რომელიც თავისი მონაცემების გამო ამას იმსახურებს ახალგაზრდა დიზაინერი თამუნა ინგოროყვა ახლახან დაბრუნდა პარიზიდან, სადაც ლაგერფილდის სტუდიის სტილისტად და ნინარიჩის მთავარი დიზაინერის მთავარ ასისტენტად მუშაობდა. 16 დეკემბერს გამართულ პრეს-ლანჩზე თამუნა მისიც გაგვიმხილა, რომ საკუთარი სავაჭრო ნიშნის შექმნა აქვს გადაწყვეტილი. 20 დეკემბერს კი სამეფო უბნის თეატრში გაზაფხულ ზაფხულის კოლექციის ჩვენება მოაწყო. დეკემბერს კინოთეატრ კოლგაში შედგა პრეზენტაცია ანი მაღლაკელიძის კლიპისა საით მიდის თეთრი გემი, რომელზეც საბავშვო სტუდია ბომბორას ერთ-ერთი სოლისტი პატარა ანი სოხაძე ასრულებს. პარტნიორობას ანის დიდი რომარცხილაძე უწევს. ნება მომეცით მოგილოცოთ დამდეგი, შობა ახალი წელიც, ვინაიდან მე არ ვიცი, გნახავთ თუ არა ახალ წლებში და მოგეფეროთ ყველას. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ყველას დიდი მადლობა, რომ ამ სიცივეში დავდით პატივი და მოგბრძანდით.
მე მინდა ანას მიულოცოს პირველი წარმატება და ანა გამოვიდეს სცენაზე თუ შეიძლება. მინდა დიდი მადლობა უთხრა რომა ვიდიას. მასთან მუშაობა ძალიან კარგი იყო. ძალიან დიდი მადლობა ისედაც რომ დღეს ამ წინვალე დღეს აქ ვართ ერთად და ურჩევნოთ ფერით ხო. იმდენად ლამაზი გამოვიდა ეს კადრები, იქიცით ბევრი იყო გადაღებული. მე არ მინდა რომ ის იდეა გავთქვა რაც ანის ქონდა ჩაფიქრებული მაღლაკელიძეს, მაგრამ ალბათ ის თავად იტყვის მე ის რამდენიმე კადრი ამოვარდა. ჩვენ გვინდა და გაგუკეთებინა ესე იგი გაზაფხული წლე ოთხივე დრო, ყველა დრო, მაგრამ ჯერ მოხდა ცუდი ფაქტი ის რომ ჩვენ გაგვეწალა გადაღება, ანუ უნდა გადაგვეღოს ზაფხულში და გადმოგვეწა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. ანუ ფაქტურა გაზაფხულისაც თითქმის დაკარგულია და ზაფხული საერთოდ ამოვარდა სიუჟეტიდან. ნუ რაღაცა. პრინციპში იგრძნობა ეს ყველაფერი იგრძნობა მაგრამ. რაღაც კონტრასტი არის, რაღაც შემოდგომა ზამთარი და კიდევ რაღაც. მე ავტომობილური ვარ ამ პატარა ამ არაჩვეულობა უნიჭერესმა ადამიანმა საკმაოდ პატარა მონაკვეთში ესეთი კარგი საფუძვლიანი სამუშაო ჩაატარა და ეს ახეზია მე მგონი რომ მე მგონი ძალიან კარგი თბილი აი მე აქცენტს ვაკეთებ რომ ძალიან თბილი კლიპია. დეკემბერს კლუბ ქარვასლაში თავისი სადებიუტო ჩვენება მოაწყო სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტმა სალომე სულაბერიძემ. დებიუტმა შესანიშნავად ჩაიარა. ნახოთ რა შემოგთავაზებს სალომე მომავალში. დღეს არის ჩემი პირველი ჩვენება. იყო 25 კაბა, მაგრამ აქ პირობების გამო რომ არ დაეტევა უბრალოდ ეს არის თეატრალური დადგმაც. და ყველა მოდელი თითქმის რჩება სცენაზე. გამოვაკლეთ ეს კაბები და დარჩა სულ 14 კაბა, 13. იმის გამო რომ უბრალოდ პირობები არ არის იმის რომ სრული კოლექცია წარადგინოს. ინტერიერი ჩემი ხელით გაკეთებული აბსოლუტურად სულ ყველა. მე დღეს ვნახე უბრალოდ მხატვრული ნამუშევრები, რომლებიც წარმოადგინა დიზაინერმა. დებიუტისთვის იყო ძალიან კარგი. აქ ნაკლებად იყო სატარებელი ტანსაცმელი, მაგრამ აი ეს ავანგარდი რაც წარმოადგინა, რისი თქმაც უნდოდა ამ დიზაინერს, ალბათ თქვა თავისი სიტყვა აი ამ სფეროში.
ქარვასლაში თინა კლდიაშვილის შემოქმედებითი სახელოსნოს 12 წარმომადგენლის ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. აღსანიშნავია ეს გამოფენა იმითაა, რომ აქ წარმოდგენილი მოდელები და ფერწერული ტილოები შესრულებულია მხოლოდ და მხოლოდ ქართული თექით. ჩვენ არ ქონდა მიზან დასახული, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო კოსტიუმები ან რაღაც მოდელები, უბრალოდ თვითონ ეს ტექსტილი, რომელზეც მე ვმუშაობ, ეს არის ყველაფერი მოიცავს. იცით, აქ არის ბატიკა, აქ არის გობელენი, აქ არის ფარდაგი, ხალიჩა და თექა, რომელსაც ყოველთვის მაკეთებდი და ვაწარმოებით. უბრალოდ დაიბადა სურვილი, რომ ხალხური რეწვა, რომელიც ყოველთვის არსებობდა, აღორძინებულიყო. აი ეს არის ყველაზე უფრო, აი თუ შეიძლება ითქვას, აი ესეთი მნიშვნელოვანი აი ამ გამოფენაში. ყველა დიზაინერი ოცნებობს, რომ აი კონდეს ასეთი მასალა და რაღაც აი ეს ახალი ტექნიკა ჩართოს თავის კოლექციაში. და მე იცით ველოდები აი პაემას, რომელიც უნდა მოხდეს ქართულ ტექსტილსა და ქართულ დიზაინს შორის. რაც დღეს მოხდა ეს გამოფენა, ეს მართლა არაჩვეულებრივი და ძალიან ლამაზი რაღაც. ეს ყველაფერი არის ჩვენი 2 წლიანი წელიწად ნახევარი 2 წლიანი შრომის შედეგი. აქ არ არის ტრადიციული თექა წარმოდგენილი, იმიტომ რომ ტრადიციული თექა და ფერწერა მაინც შორს არის ერთმანეთისგან. ჩვენ ვეცადეთ, რომ პანოებში გადმოგვეცა ფერწერის ეშხი. საჯარო ბიბლიოთეკაში ვილჰელმ ფონ ჰუმბერტის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში წითელი ჯვრისა და ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია სამარიტიანელთა ქისას ეგიდით საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. კონცერტი მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის მოეწყო. თბილისში დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას წითელოჯარმა ყველას დაასწრო და აღმოჩნდა პირველი საშობაო საღამო. ამ სისავსით, ამ დიდი დღესასწაულით, მინდა რომ ჩვენმა ერმა, ჩვენმა ბრწყინვალე საქართველო, ჩვენმა ქვეყანამ სუმთლიანად განიცადოს ის დიდი სიხაული, დამდეგი შობა ახალი წლისა. Мы все приехали из Англии и Ирландии. რა თქმა უნდა რომ გაბრძანდებით აქედან ულამაზეს საჩუქრებს მიიღებთ თქვენი თანატოლების მიერ გამოგზავნეს, აი ახლა ნელ-ნელა ნელდება პარტერი, უფრო მეტად ინთება სცენა და სცენაზე არ ვაპირებდი სიჯაბურის პიალი სოცხლო უფლის BBC-ის ტელევიზია არის ჩამოსული, არის 16 კაციანი ჯგუფი, ჩამოყვნენ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გააშუქონ იქ.
თუ რა ქველმოქმედებას ატარებენ ესენი ეს სამარიტანელთა ქისა და ამისთვის არიან და გააშუქებენ და დღეს ვიყავით უკვე მოედანი ქონდა ჩამოტანილი ბავშვებისათვის ეს არის ის მაიაკოვსკის ძეგლის უკან არის ასეთი მოედანი გაკეთებული რომელიც შარშან ჩამოიტანეს და ადგეს უპატრონო და ლტოლვილი ბავშვებისათვის აი ესე დასრულდა სტუდენტური ფილმებისა და სპექტაკლების ფესტივალი დებიუტი. როლის შესრულებისათვის საუკეთესო დიპლომს გადასცემს მურმან ჯინორია. ბედნიერება იქნება რომ თუ ამ კადრებს შევინახავ და 10 წლის მერე ვნახავ თუ რა საიმედო ძალა შეემატება აი ამ ახალგაზრდების სახით ჩვენ ხელოვნებას. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩვენმა სტუდკავშირმა ასეთი შემოქმედებითი და ნამდვილი თავის საქმე გააკეთა, რასაც ქვია ჩვენ მხოლოდ მატერიალურად ავეხმარეთ და მორალურად უჭერდით ხარს, სრულიად დამოუკიდებლად ჩაატარეს ძალიან დიდი ფესტივალი. დიდი მადლობა ჟიურის იმისთვის რომ დააფასა, კი არა დაინახა ბატონი გიორგის, ბატონი ალეკოს, ქალბატონი თიკას და ჩემიც მუშაობა. ერთი რამის თქმა შემიძლია მარტო აი დიდი მადლობა ყველა აი ვინც ეს დააფუძნა და აი ეს დიდი ბედნიერება გვაჩვენეს. კინოთეატრ ქოლგაში ბუკას ახალი კლიპის პრეზენტაცია მოეწყო. მიუხედავად დიდი თოვლისა, ახალგაზრდა მომღერლის ახალი კლიპის სანახავად ძალიან ბევრი ხალხი მივიდა. რეჟისორი ჯგუფ ვინდის სოლისტი გიგა აგლაძეა. სხვათა შორის ბუკას პირველი კლიპის რეჟისურაც მასვე ეკუთვნის. სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორია ბუკას მამა ზურა მანაგაძე. კლიპის ნახვისა და შეფასება დაფასების შემდეგ დამწრე საზოგადოებამ რესტორან დაკარგულ სამოთხეში გადაინაცვლა ალე ფურშეტის დასაგემოვნებლად. სიმღერის ავტორი და ტექსტიც ეკუთვნის მამას ზურა მანაგაძეს და მასწავლებ მე. კლიპის რეჟისორი გახლავთ გიგა აგლაძე, ოპერატორი დავით მაჩაიძე და რა ვიცი, მე მგონი კაი გამოვიდა.
ლადო ბურდულის სახლში მორიგი ტუსოვკა გაიმართა. ამჯერად ენგელსის ქუჩაზე გიგა მიქაბერიძის კონცერტი ჩატარდა. ლადოს არც ისე დიდ სახლში ძალიან ბევრი ხალხი იყო და ყველამ ძალიან მოილხინა. ციფრას დაუკრავ და მე გიორგი დაუკრავს და მე შენ დაუკარი სულ თებერვალ სიახლე არაფერი დღევანდელ რეპერტუარში სპეციალურად გამიზნულა და არ ყოფილა, იმიტომ რომ ჯერ ვთვლი არ არის მზად მსმენელი ჩემი ახალი კომპოზიციების მოსასმენა და არ არის მზად ჩემი კომპოზიციები რომ მოისმინონ კიდე მათ სრული არ არის.